რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მანქანაშივე ნაპოვნია იარაღი. შემთხვევა ყიფშიძის 37 ნომერში ეროსი კიწმარიშვილი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე მოხდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით მას თავში ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი. ადგილზე უკვე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. გამოძიება პროკურატურას გადაეცა და საქმე თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა. მე ვთვლი რომ ეროსი კიწმარიშვილი თვითმკვლელი არ არის. მე ესე ვთვლი. იმიტომ რომ არ არის ეგ ადამიანი, ხო ვიცნობ 17 წელია მაგასთან მუშაობ და ვიცი რომ არ არის თვითმკვლელი. ამბობს რომ იარაღია არ ვიცი, არაფერი არ ვიცი. არ ქონდა იარაღი, მე რაც ვიცნობ იარაღი არ ქონია. ხუჩი შევხვდით. პირველი იყო ლაპარაკი იმის თაობაზე რომ როგორ მომავალში რა გაეკნა, რა გაეკეთებინა, ამბობდა რომ შექმნიდა ტელევიზიას დაარსებდა საკაბელო იმას ტელევიზიის კაბელებში ჩართვებს დაიწყებდა რაღაცები შექმნიდა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციას დღეს ველაპარაკე 2 საათზე ჩვეულებრივი ლაპარაკი ქონდა ჩვეულებრივი რაღაცა ჩვეულებრივი მოკითხვით ჩვეულებრივი რაღაცები აი ეგ იყო ეხლა ვიგებ ამას ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებელია, რომლის გენერალური დირექტორიც 1999-2004 წლებში იყო. 2004-2007 წლებში კიწმარიშვილი იყო საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი გაერთიანებულ ერების ორგანიზაციაში. 2008 წელს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში. 2009-2011 წლებში ეროსი კიწმარიშვილმა ტელეკომპანია მაესტროს მმართველი კომპანია დააფუძნა. 2010 წელს იყო პოლიტიკური მოძრაობის ქართული პარტიის პოლიტიკური მდივანი. 2014 წლის მმართველობის არჩევნებზე კი რუსთავის მერობის კანდიდატად პარტია ჩვენი საქართველოს სახელით დარეგისტრირდა.